მოგესალმებით რადიომედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას სპორტული მიმოხილვის დროა სტუდიაში. მოგესალმებით. კახა გამარჯობა. მოკლედ დღეს საქართველოს საკალათბურთო რეალობისთვის მნიშვნელოვანი ფინალური მატჩი იმართება, სადაც უნდა გავიგოთ დღეს გაირკვევა საქართველოს ჩემპიონი. კი ბატონო, ეს დღეს ხვალკი ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოლოდინი, რა თქმა უნდა, იქ ლოკალურად ქართული კლუბები არ არიან, მაგრამ კიდევ ერთხელ გვაქვს საშუალება იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელი იყოს ჩემპიონთა ლიგის აღმმართველი და საქართველოს ისტორიაში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს იქნება უკვე არაპირველად, მაგრამ აქამდე იყო ჯერჯერობით ერთადერთხელ და გვინდა რომ ისე განმეორდეს კი ბატონო. ტიტულოვანი ფეხბურთელი. ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ, ალბათ ფეხბურთით დავიწყებ, იმიტომ რომ ჩვენი მოლოდინი ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით ერთგვარი სუბიექტურია, კი, ცალსახად, ამას ალბათ ყველა ვაღიარებთ, თუმცა მეორეს მხრივ ნამდვილად მეგა მატჩი იქნება და ეს ის შედეგია, ის რეალობა, რომელშიც დღეს ევროპული საფეხბურთო სამყარო იმყოფება, რაც შეეხება ფინალს. ჩვენ ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დიდი ალბათობით ფინალისტთა შორის უნდა ყოფილიყო ბარსელონა, რომელიც ბარსელონა პარი სენ-ჟერმენის ფინალის საოცარი. მერე იყო საუბარი მას შემდეგ, რაც ხვიჩა და PSG-მ ერთი ბრიტანული კლუბი, მეორე ბრიტანული კლუბი, ლივერპული, ევერტონი კარგი და ევერტონი ხო და ლივერპული ხო საერთოდ და ამის მერე გახდა ცხადი, რომ ისიც უნდა ყოფილიყო ფინალში, მაგრამ მილანი, რომელიც დღეს უდავოდ შეუდარებელია, მიუხედავად იმისა, ჩემპიონი კვლავ ნაპოლი გახდა სერიაში, მაინც უძლიერესი კლუბია, რომელმაც ხა გამოაჩინა და ხედავთ, რომ ეს ორი კლუბი იქნება უკვე ფინალურ მატჩში. ჩემი აზრით ორივე კლუბი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული სახელი და გვარებით არის დახოზული ეს ორივე კლუბი, მაინც არის დაკავშირებული ცალსახად მწვრთნელთან. აი აქ მწვრთნელის ფაქტორი ამ ორ კლუბში არის ძალიან მაღალი. აქ არ არის ისეთ შემთხვევა, რომ ერთთან ორ ფეხბურთელს გამოკიდებული გუნდია და ამ შემთხვევაში იმ ფეხბურთელზე შეიძლება მეტი არის ავტორიტეტი და პასუხისგებლობა, ვიდრე გარკვეულ მწვრთნელზე. ასეთი მოცემულობაც ქონია ხოლმე იცი შენ კახა ისტორიაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ენრიკე მისი სტოიციზმი და ინძაგი, რომელიც თითქოს მუდმივად ჭრდილშია და ხო ახლა არაერთი სტატია წავიკითხე, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მუდმივად ხონდა ის პრობლემა, რომ საფეხბურთო სივრცეში თავისი უფროსი ძმის ჭრდილიდან გამოსულიყო და ფეხბურთელობის დროს იყო კი სიმონე ინძაგი, ფილიპო ინძაგის შილში, ის უფრო ტიტულოვანიც იყო, უკეთესი თავდამსხმელიც იყო. ფილიპე უფრო იცის ყველა. რა თქმა უნდა. პიპო. მაგრამ დღესდღეობით რა თქმა უნდა სიმონე ინძაგი წარმატებულია, შარშან ჩემპიონი გახდა და ინტერი წელს ლიგის ფინალში გაიყვანა და ვფიქრობ, რომ ის ძალიან სანახაობრივი ფინალი გულის მიუხედავად იმისა, რომ ინტერი მაინც იტალიური ფეხბურთის ტიპიური წარმომადგენელი, ესეთ შეტევით ფეხბურთს არ თამაშობს, გვახსოვს იგივე ინტერის ფინალი 2010 წელს მიუნხენის ბაიერნთან ჟოზე მოურინიოს პერიოდის ინტერი, რომლისთვისაც ფაქტობრივად ყველა შემტევი დასვაში ათამაშა, ხო? იცი რა მომენტია სამუელ ეტოოს ათვლით და მილიტო იყო ერთადერთი შემტევი და ეს ინტერის მსგავსი კლუბისთვის იშვიათობა ხო არ არის? ეს არის ის სტილი, რითაც ჟოზე მოურინიოს ხვებს მუდმივად ამარცხებდა, ხო? და აი აქაც როგორც გამოდის, ისევ ეს ორი საფეხბურთო ფილოსოფია ეჯახება ერთმანეთს. აი რუსეთში რო ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, მანამდე ლუის ენრიკე როგორც ესპანეთის მწვრთნელი ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში იყო ქომაგებთან, აი ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში და მაშინ იმდენი რამეზე საუბრობდა, რომ მიკვირდა პირად ცხოვრებაზეც ასე შემდეგ და აი მაშინ აღნიშნა, რომ მე აი სტოიციზმის კლასიკის იდეებში ვარო ჩაძირულია და მაშინ გავიგეთ მისი რაღაც მიკროფილოსოფია თუ კოსმოსი. ჩვენ ვიცით ლუის ენრიკემ როგორი სირთულე პირადი გადაიტანა ტრაგედია, იმიტომ რომ 9 წლის ხალიშვილი გარდაეცვალა და ეს იყო ძალიან რთული პერიოდი მის ცხოვრებაში. ადამიანური ტრაგედია. მაგრამ აი ახლა სრულიად გადააფასე, სხვანაირად შეხედა მოვლენებს და ცდილობს, რომ აი ამბობს, რომ ფიზიკურად არა, მაგრამ მენტალურად ის ჩვენთანაა, მუდმივად ჩვენს გვერდითაა და ეს 9 წელი მან გაგვილამაზა. და ეს სირთულეც ალბათ მისი ხასიათის განვითარებაში თუ განვითარებაში, ბრადობაში
ეს დაეხმარა კიდევაც ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ რო ვაკვირდები, ცოტა არ იყოს სხვანაირი ტიპის ლუის ენრიკეა დღეს, რასაც უყურებ, ხა მე ხო პირადად არ ვიცი, რომ ვიდრე თქვა მანამდე იყო როგორც მწვრთნელი, იმიტომ რომ კიდევ უფრო სენსიტიურად არის ის ფეხბურთელებთან ურთიერთობაში, ჩემი აზრით, თუ არ ვწდები, არ ვიცი, ჩემი სუბიექტური ხედვა, მით უმეტეს იმ ახალგაზრდებთან და იქ ისეთები ყავს, რომ აი ახლა იძერწებიან საფეხბურთო სივრცეში ეს ადამიანები და ენრიკეს აი სტოიციზმის კუთხით დამოკიდებულება ცხოვრებისადმი არა, ფეხბურთშიც იგრძნობა, ხო და მისი მთელი გუნდი მუდმივად არის, აი რაცაც ჩვენ მიშვეული ვართ ბარსაში, ვიყავით, აი შეტევა, აი შევუტიოთ, ვუტევთ, ვიტანთ, ვყარობთ, არ გამოგვდის, მაინც ვიტანთ, ვცდილობთ გავიტანოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ ვერ გამოგვდის ცივი გონებით ემოციას არ ავყვეთ, ვაგრძელებთ ჩვენ გზას გამარჯვებამდე. აი რაღაც ეს ფილოსოფია აქვს რა. ბარსელონაში აქვს ნათამაშები, როგორც ვიცით, ბარსელონის ფეხბურთელი. მე მახსოვს. რეალიდან გადავიდა. ესეც მისი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი ალბათ როგორი მისაღები იქნებოდა, ხო? ეხლა იქ რეალიდან ბარსელონაში გადასვლა ამ პირიქით ლამის. მაგრამ ისი არ ყოფილა როგორც ეს ფიგუს შემთხვევაში. ფიგუს შემთხვევაში ეხლა მე მახსოვს, რომ ეს რო გადავიდა და გოლიც რო გაუტანა რეალს ლა ლიგის ერთ-ერთი შეხვედრა პირველივე სეზონში, მე ესეთი ობსტრუქცია არ ფიგუსთან ღორის თავის როლა და ფიგუ ანტიფიგუს შექმნეს ვებგვერდი მაშინ. სხვა იყო, მაგრამ ეს მაინც ესპანელია და ესპანელი გადავიდა რეალიდან კატალონიაში ბარსელონაში და ბარსელონას ლეგენდა გახდა. კი იყო ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი და ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო მატჩების დროს. ბოლომდე იბრძოდა და მუდმივად ჰქონდა ეს ენერგეტიკა. მოქმედების ენერგეტიკა ჰქონდა და ესე ლიდერის თვისებებიც. ეხლა რა თქმა უნდა, ურთულესია ჩაიბარო ბარსელონა, როდესაც ყველა ნებისმიერ მეტოქესთან იყო ფავორიტი გვარდიოლას პერიოდში. და ყავს ვარსკვლავები. ხო, და კი, ყავდა ფეხბურთელებიც ყველაფერიც, მაგრამ ის ფილოსოფიას რაც ჩვენ თქვი, რაც ახასიათებს ბარსელონას და რატომაც უყვარს გულშემატკივარს ბარსელონა და გულშემატკივრობს, აი ეს ფილოსოფია არ დაიკარგა. ყველაზე მნიშვნელოვანი, კი, შენარჩუნებულია. იგივეა გადატანილი. იგივეა PSG-ში დღეს. პარი სენ-ჟერმენში ეხლა. რაც ფრანგულ ფეხბურთს უხდება. კი, მე ფრანგული ფეხბურთი ძალიან მიყვარს სანაკრებო. ლაითად, ღიად, პლატინის პერიოდის საფრანგეთი მახსოვს, იგივე 82-86 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე. ჯერ მიშელი დალგოს შემდეგ ანრი მიშელი საფრანგეთი, რომელიც დაფრინავდა მართლა და იცი რა, ხა ჩემთვის ძალიან მაგარ ფეხბურთს აჩვენებდა. აი იტალიური ფრანგული კინო და ფრანგული ფეხბურთი რაღაც ჩემთვის ერთმანეთს გავს. მესმის რომ ისეთი ხო, აი რაღაც ეს ერთი კლასიკური ხაზი, ასე ვთქვათ, რაღაც ლაით მოტივი რაც გაზდებს დამახასიათებელი საფრანგეთისთვის, მესმის რომ ახლა საფრანგეთის ლიგა 1 არ არის ისეთი როგორც პრემიერ ლიგა, ვთქვათ, სხვაზე რო არაფერი ვახსენოთ, მაგრამ პლატინის და იმ პერიოდის საფრანგეთი ვახსენე, მე პირადად ჩემი სუბიექტური აზრით ის ნაკრები უფრო ასეთ ესთეტიურ სიამოვნებას დაიჭერდა, ვიდრე თქვა თუნდაც იგივე. ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, მოდი არ განვავრცოთ. მე ახლა ფეხბურთზე 2-3 წუთი ვისაუბრებ და მე ამდენივეს დაგიტოვებ იმისთვის, რომ შენ კალათბურთზე ილაპარაკო, რომ მნიშვნელოვანი ფინალი გველოდება ჩვენ წინ. ფაქტია, რომ ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ისეთი ფინალი, სადაც სიმონე ინძაგი, რომელიც აბსოლუტურად სხვა ფსიქოტიპაჟია, რომლის საფეხბურთო ხედვაც სხვანაირია, ჩვენ მიჩვეული ვართ სიმონე ინძაგის ისეთ კლუბს, რომელიც თამაშობს ძირითადად 3-5-2. აი რაღაცა შუაში უჭირავს ბურთის ფლობით ან გიყურებს გელოდება, აი კატის ფუნქციაშია, მწოლიარე კატა უყურებს თავს და მე რაღაც მომენტში იჭერს დაარტყამს თავს და ისევ წამოწება და ჩაკეტავს სოროსკენ მიმავალ გზას. დაახლოებით ეს არის, მაგრამ იქ თუ სტოიციზმზე საუბრობ ჩვენ ლუის ენრიკეზე, აქ ალბათ ინძაგი ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე, ალბათ უფრო დაოიზმის მიმდევარია, ესე უხეშად თუ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ორი ადამიანი ეცდება, რომ საფეხბურთო ისტორიისთვის უნიშნულოვანესი დღევანდელობაში ისეთი ტურნირი, როგორიც არის ჩემპიონთა ლიგა, იქ თავიანთი ფერები დატოვონ, იმიტომ რომ ქმნიან ამ ნახატს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მწვრთნელი შევადრეს ისტორიაში. თუმცა ჩვენ აი ამ საფეხბურთო ტილოს შექმნაში, რა თქმა უნდა, მათ კიდევ არაერთი
ტალანტი დაეხმარება ამ გაფერადებაში, თუმცა ჩვენი ყურადღება ერთ ფეხბურთელს მიექცევა, რომელსაც ყვარავაჯო უწოდეს და ამ შემთხვევაში მისი საფეხბურთო ფუნჯი იქნება ჩვენი ყურადღების უმნიშვნელოვანესი საგანი და მართლა ძალიან გვინდა რომ კახა კალაძის შემდეგ ისტორია ისევ განმეორდეს და ეს ისტორია ასევე გვინდა რომ ხვიჩაზე არ გაჩერდეს და გაგრძელდეს. მოკლედ ხვალ 31-ში იმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი, უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მატჩი, სადაც თამაშობს ჩვენი ვარსკვლავ ბიჭუნა და მთელი საქართველოს გულშემატკივრობს გასაგები მიზეზების გამო PSG-ს და ნახავთ პრინციპში ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი ფეხბურთის ფილოსოფიების ჯახს. იტალიური ჩაკეტილობა, მოურინიოსეული და ღია კატალონიური, ასე ვთქვათ, თუ ლუის ენიკესეული შემტევი ფეხბურთი, რომელიც ყოველთვის ძალიან ლამაზია და აქვე მინდა ერთი ინფორმაციაც უთხრა რადიოსმენელს, ესეც ალბათ მრავლის მთქმელია, ჟოზე მაურინიო ამბობს ასეთ რამეს, რომ მე არ მინდა რომ ინტერმა მოიგოს, იმიტომ რომ ყველაფრის ერთად მოგება ეს ჩემი არისო და ტრებლი არ მინდა რომ მოიგოს, ეს ჩემი არის. აი ეგოიზმი აქაც როგორ არა, რატომ მოერიდებოდა? მოკლედ ეხლა დღევანდელი საკალათბურთო ფინალი. დღეს საქართველოს 2025 წლის ჩემპიონი გაირკვევა სუპერლიგის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეეცდება ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას წინა წლის 2 წლის წინ სწორედ ლექსვალ აფანაშვილის გუნდი გახდა ჩემპიონი. მეტოქე კი ქუთაისია მოქმედი ჩემპიონი კოტე ტუღუშის გუნდი, რომელიც ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, როდესაც ქართულ კალათბურთში შეხვდებათ, რომ ნამდვილად წლევანდელი ჩემპიონატის 2/20 საუკეთესო გუნდი ხდება ფინალში, გარკვეულწილად პროგნოზირებადი ფინალიც არის ქუთაისში და თესეო მართლაც აღემატებიან ყველა გუნდს სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბებს და აი ფინალიც მართლაც ფინალის შესაძფერია, პირველი ორი შეხვედრა ქუთაისში თესეო მოიგო, შემდეგ ორი შეხვედრა თბილისში, თბილისი არნაზე უკვე ქუთაისის გამარჯვებით დასრულდა 2-2 და დღეს უკვე ჩემპიონი გადამწყვეტი შეხვედრა ერკვევა. ფავორიტად ქუთაისია მიჩნეული, თუმცა რა მოხდება მაინც სახშია. რამდენ როგორც წინა 4 შეხვედრაში არავინ არ იცის რა მოხდება როგორ. ასე რომ 19 საათზე დაიწყება ეს მატჩი, გულშემატკივარს შეუძლია თვალე მიადევნოს. ან ვინც დასავლეთშია მივიდეს ქუთაისში მივიდეს და ბოლოს ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია დღეს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი გაიმართა ნიუ-იორკში, ნიქსმა ინდიანა პეისერსს უმასპინძლა და დაამარცხა 111-94 3-2 სერია ინდიანა იგებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ტური კიდევ ერთი მატჩი გაიმართება ინდიანაპოლისში, ინდიანას ერთი მოგება აკლია ფინალში გასასვლელად შევახსენოთ გულშემატკივარს, რომ გუშინ ოკლაჰომა სიტი თანდერმა დასავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა ფინალური სერია მოიგო, მინესოტა ტიმბერვოლვსს მოუგო 4-1 დამაჯერებლად ოკლაჰომა ფინალშია და ელის აი ამ წყვილში ნიუ-იორკსა და ინდიანას შორის წყვილში გამარჯვებულს ასე რომ 3-2 სერიის ანგარიში ჯერ გადამწყვეტი არა, მე-6 შეხვედრა ინდიანაპოლისში 1 ივნის გაიმართება, თუ იქაც ნიუ-იორკმა მოიგო, მაშინ უკვე გადამწყვეტი შეხვედრა გველის. კიდევ ბევრი გაქვს შენ სათქმელი, მაგრამ 11 საინფორმაციო გამოშვების მერე შემოხვალ და მაშინ გამოიყენე ის დრო, იმიტომ რომ უკვე ნინო გვანიშნებს რეკლამის დროა პირდაპირ ეთერშია და შემდეგ სულ საათზე თაგო კირკიტაძე გაგაცნობთ ახალ ამბებს, რომლის დასრულების შემდეგაც მოგვიანებით მე დაგიბრუნდებით უკვე სტუმართან ერთად დროებით.